People are one of the most valuable. ადამიანი ყველაზე ფასეული რესურსია ნებისმიერი ეკონომიკისათვის. თუ კი ადამიანები არ არიან ჯანმრთელები, განათლებულები, შესაბამისად დასაქმებულები, ეს ზიანის მომტანია არა მხოლოდ ინდივიდისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. Human capital means different things to different people. For some, ადამიანური რესურსი ზოგიერთისათვის მუშახელის დაგეგმარებას ნიშნავს კონკრეტულ კომპანიაში, სხვებისთვის კი ეკონომიკაში არსებული განათლებისა და უნარების ტენდენციებზე დაკვირვებას. entire human capital endowment. ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ მთლიანი ადამიანური კაპიტალი კონკრეტულ ერში და გავიგოთ დღიდან ადამიანის დაბადებისა, მისი სიკვდილის დღემდე, რა თანხის ინვესტირება ხდება მასში და რამდენად სათანადოდ გამოიყენება ეს ინვესტიცია კონკრეტული ეკონომიკების მიერ. One is the ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. პირველი, მსოფლიოში მოსალოდნელია ტალანტების დეფიციტი. მიუხედავად მსოფლიოს კონკრეტულ წერტილებში უმუშევრობის მაღალი დონის სასამყარო მაინც შეეჯახება ტალანტების სიმცირის პრობლემას. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი გავიგოთ, თუ როგორ უნდა მივიღოთ ეს ტალანტები ხვალინდელი დღისათვის. მეორე, ეს არის პოპულაციის დინამიკა. ზოგიერთ ქვეყანაში შესამჩნევია მოსახლეობის დაბერების ტენდენცია, სხვა ქვეყნებში პირიქით, გაახალგაზრდავების. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ სად არიან დღეისათვის, რათა სწორი ინვესტიციები განახორციელონ სამომავლოდ. ამ თვალსაზრისით ადამიანური კაპიტალის ინდექსი წარმოადგენს საჭირო ინსტრუმენტს ბიზნესისთვის, მთავრობებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ის 4 ნაწილისაგან შედგება: განათლება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მუშახელი და დასაქმება, შესაბამისი გარემო. and the enabling. წარმოიდგინეთ ქვეყნის პოპულაციის პირამიდა. ზოგიერთი ქვეყნისათვის გამოწვევების ახეზია ყველაზე დაბალ საფეხურზე. მაგალითად, პაკისტანში ყოველ ბავშვს აქვს დაახლოებით 70%-იანი შანსი, რომ მიიღოს საბაზისო განათლება. მხოლოდ 35%-ს აქვს შანსი, რომ მიიღოს საშუალო განათლება და მხოლოდ 8%-ს აქვს უმაღლესი განათლების მიღების შანსი. 8% chance of making it into university. და თუ კი ეს ბავშვი მდედრობითი სქესისაა, ეს შანსები კიდევ უფრო მცირდება. აქ დანაკარგები წარმოდგენილია ერთი ადამიანის მაგალითზე, მაგრამ აბა გაამრავლეთ ისინი მილიონებზე და წარმოიდგინეთ დანაკარგების მასშტაბები მთელი საზოგადოებისათვის. თუ კი ესპანეთის მაგალითს ავიღებთ, უამრავი ინვესტიცია განხორციელდა განათლებასა და ჯანდაცვაში 10 წლების მანძილზე და მაინც მოსახლეობის 40% ვერ შეულობს შესაბამის სამსახურს. სხვა ქვეყნებისათვის გამოწვევები პირამიდის წვერზეა განლაგებული. იაპონიისათვის, გერმანიისათვის და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებისათვის კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს თუ როგორ შექმნან ტალანტები ხვალინდელი დღისათვის, როცა მათი მოსახლეობა ასე მიდრეკილია დაბერებისაკენ. If we look at the თუ საერთო რეიტინგებს შევხედავთ, შვეიცარია პირველ ადგილს იკავებს, შემდეგია ფინეთი და სინგაპური, რომელიც ამასთან ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული ქვეყანაა აზიაში. countries at the lowest end of the rankings, ყველაზე დაბალი ქულებით შეფასებული ქვეყნებია ნიგერია და იემენი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი, მთავრობა და საზოგადოება ამ კვლევას სათანადოდ გამოიყენებენ და განსაზღვრავენ, სად არის ჩავარდნები, საით უნდა მიმართონ შემდგომი ინვესტიციები და როგორ ითანამშრომლონ ერთმანეთთან ადამიანური კაპიტალის გასაუმჯობესებლად. in order to further develop human capital.